რასაც თქვენ ეკრანებზე ახლა ხედავთ, არის ჩეხური წარმოების პისტოლეტის კალიბრის კარაბინი Scorpion Evo 3. და ამ ვიდეოში მე მოგიყვებით თქვენ 3 მიზეზის შესახებ, რატომ ეს იარაღი არ უნდა შეიძინოთ. დიახ, 3 მიზეზი, რატომ ეს იარაღი არ უნდა შეიძინოთ. მიზეზი პირველი არის მისი ფასი. ის ღირს 6000 ლარზე მეტი. ჩემი აზრით ეს საკმაოდ დიდი ფასი არის ამ ტიპის იარაღში და ასევე სამჯერ აღემატება იმ ფასს, რაც მაგალითად ამერიკელი გადაიხდის თავის ქვეყანაში იგივე იარაღში. ვიცი რომ იარაღის ფასი ტკივნეული თემა არის ყველასთვის, ყველა იარაღის მოყვარულისთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც ჩვენთან იარაღი ღირს ძვირი. და ეს არ არის ყოველთვის იმპორტიორების სიხარბე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს არის პატარა ბაზარი, ეს ერთი და ჩვენ მნიშვნელობით იარაღის ექსპორტიორებისთვის დგევართ სადაც სიის ბოლოში. რთულდება ზოგადად სამოქალაქო იარაღით ვაჭრობა, რთულდება ბიუროკრატიულად, რთულდება ლოგისტიკურად და ეს ყველაფერი აისახება დამატებით ხარჯებში. ამ საბოლოო ჯამში ამ დამატებით ხარჯებს ვიხდით ჩვენ. ამ დამატებითი ხარჯების კომპენსირება რაოდენობით შეუძლებელია, იმიტომ საქართველოს არის პატარა ბაზარი და იარაღების იმპორტირება ხდება ან ძალიან მცირე პარტიებით, ან პრაქტიკულად ცალობით. და ეს არის რეალურად მიზეზი, რის გამოც, ასე ვთქვათ, ჩვენ გვიწევს მეტის გადახდა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ფაქტი რჩება ფაქტად, ეს იარაღი ღირს 3ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკაში, ან სხვა ქვეყნებში. მიზეზი მეორე არის ეს 20-ვაზნიანი ჭიდები. იარაღს კომპლექტში მოყვება 2 20-ვაზნიანი ჭიდი. მაშინ როდესაც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ფორმატის, ამ ტიპის იარაღს უნდა ქონდეს 30-ვაზნიანი ჭიდები. 32-იანი, 35-იანი მთლად უკეთესი. ბარაბნებს და ესეთ ეგზოტიკურ კვების მოწყობილობებს არ განვიხილავ, ეს ძირითადად არის ეს არასერიოზული ფეტიშისტი იარაღს მოყვარულების საყვარელი გასართობი, მაგრამ ასეთ ფასს რო იხდი, ასეთი კონფიგურაციის იარაღში გაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ის იქნება დაკომპლექტებული შესაბამისი ტევადობის ჭიდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვაქვს. სათად არის გომჭიდების შეძენა საქართველოში, ეხლაც არის გარკვეული პრობლემა და თავისთავად ცხადია, შედარებით ასეთ ნაკლებად გავრცელებული იარაღისთვის ამ ჭიდების შოვნა იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი. რაც გახლავთ, როგორც ვთქვი, მეორე მიზეზი, რატომაც ეს იარაღი არ უნდა იყიდოთ. მიზეზი მესამე უკვე არის სუფთა ტექნიკური. საქმე იმაშია, რომ ეს 9 მმ-იანი კარაბინი იყენებს როგორც ავტომატიკის სქემას, blowbacks, ან როგორც მას მეძახი, ბანალურ blowbacks. ბანალურ blowbacks, რატომით, რომ ეს არის პრაქტიკულად ყველაზე მარტივი ავტომატიკის სქემა, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული თვითდამტენი იარაღში. ისევე როგორც მაგალითად თქვენთვის ყველაზე უფრო კარგად ნაცნობ მაკაროვის პისტოლეტის შემთხვევაში სავაზნე რჩება დაკეტილ, დახუფულ მდგომარეობაში, მხოლოდ საკეტის მასის და ზამბარის ძალის ზემოქმედებით. არანაირი სხვა მექანიზმი არ გამოყენებული არ არის, რაც განაპირობებს მათ შორის კონსტრუქციულ სიმარტივეს ამ იარაღის. მაგრამ ამ კონსტრუქციულ სიმარტივეს მოყვება რა? თუნდაც შედარებით სუსტი პისტოლეტის კალიბრის გამოყენების შემთხვევაში მასა საკეტის მაინც არის საკმაოდ დიდი. მე არ ვიცი რა გამოცდილება ამ ტიპის იარაღებისთვის, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს, ასე ვთქვათ, blowback იარაღი, რომელსაც ექნებოდა მსუბუქი საკეტი. და ამავე დროს არ ექნებოდა საკმაოდ მძიმე ზამბარა. თავისთავად ცხადია, როდესაც ეს საკეტი იწყებს წინ უკან მოძრაობისას, ეს გასრულის გადატვენის ციკლი შეასრულოს, ეს იწვევს საკმაოდ მნიშვნელოვან დროში გაწელილ უკუცემის იმპულსს, იმიტომ რომ სხვა მხრივ ეს იარაღი საკმაოდ მსუბუქია, აქ არის გამოყენებული, ალუმინები, პლასმასები მხოლოდ. და ეს ყველაფერი შედარებით ამცირებს ამ იარაღიდან სროლის კომფორტს. ისევ და ისევ გამეორდები, არ ვიცი თქვენ რა გამოცდილება blowback-ებთან, მაგრამ ძალიან იშვიათია ნახოთ blowback-ი, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, კომფორტული უკუცემის იმპულსი და რომელთაც შეიძლება დიდი ხანი კომფორტულად სროლა. ისევ და ისევ იმითთან გამომდინარე, რომ მასა და სიჩქარე მოძრავი დეტალების და მოძრავი დეტალი აქ არის პრაქტიკულად ერთი, მასიური საკეტი არის საკმაოდ დიდი. არავითარ შემთხვევაში მე არ ვიძახი, რომ უკუცემა აქედან არის რაღაც აუტანელი, რომ მსუბუქი ანაგობის სროლელი ან ქალი მსროლელი ამ უკუცემას ვერ აიტანს, არავითარ შემთხვევაში, უკუცემას ინდუში ამერას აქ პატარა, მაგრამ ის არის იმაზე დიდი, ვიდრე შენელოდები ასეთი ტიპის იარაღიდან, რომელიც არის გათვლილი შედარებით სუსტ პისტოლეტის
კალიბრზე. სხვა კონკურენტები ამ იარაღის, მათ შორის რომელიც ბევრად უფრო ასაკიანები არიან, ანუ იყენებენ გადაბმული საკეტის სხვადასხვა ვარიანტებს, ყველაფერი იმისთვის, გეუბნებით, რომ ეს მასა მოძრავი ნაწილების, ასე ვთქვათ, შემცირდეს და სროლა ამ იარაღებიდან იყოს კომფორტული, იგივე Leclerc-ი MP5 თავის rollerblade blowback-ით, იგივე Zigzauer-ი, MPX-ი, იგივე Chris-ი, Vector-ი, ანუ კონსტრუქციულად უფრო რთულები არიან თავისთავად ცხადია, მაგრამ კომფორტი, სროლის და სიზუსტეს როლის ჯერებით, რა თქმა უნდა, ანუ ეჯერადი გასროლებით ეს იმდენად დიდ როლს არ თამაშობს თავისთავად ცხადია, მაგრამ ჯერებით სროლისას ანუ ეს იარაღები გამოირჩევიან, ასე ვთქვათ, მაღალი ეფექტურობით, კარგი შეჯგუფებით, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ მასა მოძრავი დეტალების არის მცირე და შესაბამისად უკუცემის იმპულსი არის მცირე, რაც დედებითად აისახება, მათ შორის ჯერებით სროლის სიზუსტეზე. Ჩემს შემთხვევაში ეს ესე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ფუტურისტულად გამოიყურება, არის ძალიან თანამედროვე, ძალიან ახალგაზრდა იარაღი. პრაქტიკულად გააჩნია ყველა თვისება, რაც უნდა კონდეს, ანუ თანამედროვე პისტოლეტ კალიბრის კარაბინს, ანუ გულისხმობ იგივე მსუბუქი მასალების გამოყენებას, პლასმასების გამოყენებას, ოპტიკის დაყენების სიმარტივეს, ასე ვთქვათ, იარაღის მორგების და კასტომიზაციის სიმარტივეს, მაგრამ ასე ვთქვათ, გული ამ სისტემის არის, ანუ თითქმის 100 წლის ყველაზე მარტივი და ყველაზე პრიმიტიული ავტომატიკის სქემა. ჩემი აზრით ეს იარაღი იმსახურებს უფრო მეც რამე ორიგინალურს, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ აი ეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ამ blowback-ებს, ეს მნიშვნელოვანი უკუცემის იმპულსი იყოს გადაჭრილი. მაგრამ რაც არის, ეს არის, გეუბნებით და პრინციპში ამით დავასრულებ საუბარს სამ მიზეზზე, ის გამოც ეს იარაღი არ უნდა შეიძინოთ. ნუ როგორც ხვდებით ამ ვიდეოდან, ეს სამი მიზეზი ჩემს შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მე თავი შემეკავებინა ამ იარაღის შეძენისგან და პრინციპში ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ იარაღი არის მსუბუქი, არის საიმედო, არის საკმაოდ ზუსტი, აქვს ასე ვთქვათ, ულევი კასტომიზაციის შესაძლებლობები და რაც ძალიან დიდი იშვიათობაა თანამედროვე იარაღში, პირდაპირ 5-დან ასე ვთქვათ მოდის ძალიან კარგი ხარისხის რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობებით, რაც ეს საკმაოდ ისეთი სერიოზული იშვიათობაა. იმიტომ რომ აბსოლუტური უმეტესობა თანამედროვე მსროლელების, ანუ ეგრევე აყენებს ამა თუ იმ ვარიანტის ოპტიკას ამ იარაღზე და წარმოებლებიც თავს იკავებენ ზედმეტი ხარჯისგან, რომ კარგი ხარისხის მეტალის რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები დააყენონ ამ იარაღზე. მოკლედ, ეს არის ეს, ასე ვთქვათ, სამი მიზეზი, რატომ არ უნდა იყიდოთ Scorpion Evo 3. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს.